და პირველი კითხვა ბუნებრივია საკრებულოსთან დაკავშირებით იქნება, რომ გითხრათ რა სიტუაცია არის ბოლო დღეებში განსაკუთრებით მთელი ყურადღება იყო გადმოტანილი სწორედ საკრებულოზე. თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ გრძელდება ზეწოლა მათზე გადაბირების მიზნით. დიდი მადლობა მოწვევისათვის და დიდი მადლობა იმისათვის, რომ საშუალება მომისცა თქვენი სტუდიის მეშვეობით გავცეთ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც ბოლო პერიოდში დაგროვდა საზოგადოებაში და რომელიც ეხება თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს. გასულ პარასკევს თბილისის საკრებულოში მართლაც უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. არსებულმა უმრავლესობამ, ნაციონალურმა მოძრაობამ დააყენა საკუთარივე კანდიდატის, საკუთარი თავმჯდომარის გადაყენების საკითხი და შემდგომ ეს საკითხი თვითონვე ჩააგდო. ეხლა უკვე თვითონ ეს კონფიგურაცია, რომელზედაც მე ახლა მოგახსენებთ, თავისთავად ცოტა იუმორის ასეთ გამომწვევი იქნება თითოეულ თქვენგანში, იმიტომ რომ უმრავლესობა თავისი კანდიდატის მოხსნას აყენებს ჯერ და მერე რაღაცა ნახევარ საათში იგივე კანდიდატის, ასე ვთქვათ, საკრებულოს თავმჯდომარის დატოვებას აძლევს ხმას. მე თქვენის ნებართვით წავიკითხავ იმ დადგენილებას, იმ წერილს, რომელიც წერილი შემოვიდა საკრებულოში 29 მარტს და შემდგომ გავშლით ამ თემას და მე უკვე უპასუხებ თქვენ შეკითხვებსაც. წერილი, რომელსაც აწერს 19 საკრებულოს წევრი და მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ იმ დღეს და საზოგადოებას აუწყეს რაღაც ზეწოლაზე, ის ადამიანებიც აწერენ ამ წერილს, ასე ვთქვათ, ხელს. ამ წერილში შემდეგი რამ წერია შავით თეთრზე. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის 2-14 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის 42 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი და ფორმულა მიდის ძალიან საინტერესო. ვაყენებთ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზალ სამადაშვილის გადაყენების საკითხს. ეს ადამიანები, აი ეს ხელმოწერეთ, თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ. ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ ამ ადამიანებმა ხმა მისცეს ზალ სამადაშვილის დარჩენას. აი ამიტომაც იყო, რომ ჩვენ თქვით, რომ ეს არის ფარსი, ეს არის თეატრი. და თბილისელებმა კიდევ ერთი უნიჭო, ასე ვთქვათ, სპექტაკლი მიიღეს. საქმე ის არის, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ თუ რატო გააკეთეს ეს, ჯერ მე უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თბილისი, დაახლოებით თბილისს აქვს საუკუნო ნახევრიანი თვითმმართველობა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიანი თვითმმართველობა თბილისში არსებობს. მსგავსი პრეცედენტი თბილისის თვითმმართველობის ისტორიაში არ ყოფილა, როცა არსებული უმრავლესობას ესე ეთამაშა ჯერ საკუთარი კანდიდატურა, საკუთარი თავმჯდომარე, მოქმედი თავმჯდომარე მოეხსნა, დაეყენებინა ეს საკითხი და შემდგომ ნახევარ საათში პირიქით ყველას ერთად შეეცვალა აზრი. რატომ გააკეთეს? თბილისის რეგლამენტში, ასე საკრებულოს რეგლამენტში არის ასეთი ჩანაწერი და ასევე ეს ჩანაწერი არის კანონშიც, რომ იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს ხდომაზე დადგა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი და ეს საკითხი ჩავარდა, სამი თვე აღნიშნული საკითხის დაყენების უფლება არ აქვს საკრებულოს. ეს არის ჩანაწერი, მაგრამ ეს ჩანაწერი ბუნებრივია ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ეკუთვნის, როდესაც არის პოლიტიკური დაპირისპირება საკრებულოში, თქვათ, იქ არის ოპოზიცია, რომელიც აყენებს საკითხს, მაგალითად თავმჯდომარის გადაყენებაზე, ან ხდება ახალი უმრავლესობის ფორმირება, მაგრამ ბუნებრივია უკვე ფარსთან გვაქვს საქმე, როდესაც ამ მუხლს აი ესეთი მანიპულაციისათვის იყენებს ნაციონალური მოძრაობა. ამ ჩანაწერის მიხედვით თვითონვე ერთ დღეს 29 მარტს დილით მოიფიქრა აი ამ ბატონებმა, რომ თურმე ზალ სამადაშვილი არ ვარგა, ის უნდა გადადგეს და ზუსტად ნახევარ საათში ხომის დაწყებიდან ამ ადამიანებმა თქვეს, არ ზალ სამადაშვილი გენიალური ადამიანია და ის უნდა დარჩეს. აი ეს არის სპექტაკლი, ეს არის ფარსი. არა, გაჩნიერას დავარქვით სტოლ პოლიტიკურ გათვლას. პოლიტიკა არ არის ყოველთვის, ასე ვთქვათ, ნაზიარები წმინდა ნაბიჯდებთან, ხო? ბევრი ამბობს, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე. მე ვეთანხმები, ბინძურია პოლიტიკა, ბინძური ადამიანების ხელში.
თუ არა პოლიტიკა არ არის. როგორ შეიძლება პოლიტიკა იყოს ბინძური, როცა პოლიტიკა თავის თავში გულისხმობს ქვეყნის სამსახურს, ქვეყანაზე ზრუნვას, რაღაც გარკვეულ სოციუმთან პასუხისმგებლობას, ის არ შეიძლება იყოს ბინძური. რა თქმა უნდა, ბინძური ადამიანების ხელში ეს ჩანაწერიც ბინძურად მოქმედებდა და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, როდესაც არსებობს თავმჯდომარე, მისი უმრავლესობა ამ შემთხვევაში არავის ეჭქვეშ არ დაუყენებია. თქვენ სადმე გინახავთ, რომ ეთქვა ვინმეს 29 მარტის მონაცემებით, რომ ნაციონალური მოძრაობა საკრებულოში არ არის უმრავლესობა. არავის. იმიტომ რომ 29 მარტის მონაცემებით ნაციონალური მოძრაობა არის უმრავლესობა საკრებულოში. მას ყავს ასე ვთქვათ დეპუტატების უფრო მეტი დეპუტატი საკრებულოში ვიდრე თქვათ ოპოზიციას. ეს მოცემულობა არსებობს. რა თქმა უნდა, მე ამას მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, თუ არა იმას, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რომელი ნაბიჯით თბილისელებმა მიიღეს მშვენიერი, ასე ვთქვათ, ჭყალებში სპექტაკლი, დადგმა, რომელსაც ყავდა ერთი იგივე რეჟისორი, რომელშიც ითამაშა ერთი იგივე მსახიობებმა და ფაქტობრივად ეს იყო აი შემიძლია პირდაპირ გაშიფრულად, რომ სამი თვით მოხდა სკამის შენარჩუნება სამადაშვილის უმრავლესობამდე თქვენს სწორედ სამი კანდიდატი გაკლიათ თუ არ ვცდები. იმ შემთხვევაში და ყოველთვის იყო ამაზე საუბარი, რომ სხდომის დღეს ხდებოდა დაბარებები ნაციონალების დაკითხვაზე. თუ შეივსებოდა უმრავლესობა თქვენ მხარეს, ალბათ სავარაუდოდ სწორედ დადგებოდა პირველ რიგში ზალ სამადაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. მოგახსენებთ, ესეთი ფაქტი, აი თქვენ ბრძანებთ, რომ ყოველთვის ესეთი იყო ორი ფაქტი. წინა სხდომა, თებერვლის სხდომა და მიმდინარე მარტის სხდომაზე. ანუ თვითონ ორი ფაქტი იყო და არა ყოველთვის ამ შემთხვევაში. აი ესეც არის, იმიტომ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ყველა ეს დაბარება გამად გამოაცხადეს ზეწოლა. ეხლა მე მინდა უბრალოდ გითხრათ თვითონ კონკრეტული თქვათ აი ამ ფაქტის გარშემო როგორ ვითარდებოდა მოვლენები. თებერვალში საკრებულოს სხდომაზე მართლაც იყო ასეთი ფაქტი, რომ დაიბარეს ჩვენი სამი კოლეგა,